მოგესალმებით ჩვენ YouTube-ის მაყურებლებო. დღეს განვიხილავთ როგორც შეგვიძლია აიაჰუასკის თემას და აიაჰუასკის შესახებ გავაგრძელებთ მოყოლას და ხო დღეს ვართ ელენეს სტუდიაში და ხო დავიწყოთ ხო? კი და თან დაახლოებით მივხვდით რა კითხვები შეიძლება გქონდეთ და რაღაცნაირად მაგის მიხედვით სადაც რომ აგვეწყო ამ ვიდეოს შინაარსი. ვისთვისაც საინტერესოა ეს საკითხი დარჩით და ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ რაღაც ნაწილისთვის შეიძლება არც იყოს საინტერესო, მიუღებელი იყოს და თქვენ შეგიძლიათ სხვა ეპიზოდებს დაელოდოთ. ხო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ანუ ვისთვისაც მიუღებელია იმ ადამიანებისთვისაც უფრო დაწრულებით რომ გამომარტოთ ან საერთოდ რა არის ეს თემა, იმიტომ რომ ცოტა კომენტარებიდან გამომდინარე ესეც შეგვიძლია დამრჩა რომ ცოტა შეშინებულები არიან და გვინდა რომ აუხსნათ ანუ რომ ეს არის უბრალოდ მედიცინა და არ აქვს კავშირი არანაირ ჯადოქრობასთან და ასე შემდეგ. არ ვფიქრობ შენ ესე? არა, ჯადოქრობასთან ნამდვილად არ აქვს კავშირი, ანუ გეთანხმები, უბრალოდ ახლა მედიცინა არის თუ არა, გააჩნია რამდენად ვიღაცას ჯერა ხალხური მედიცინის. ამიტომ ესე მაგას ზუსტად ვერ ვიტყვით რა, უბრალოდ ნუ ჯადოქრობა არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან და მოდი დავიწყოთ ახლა ზოგადად რისი თქმაც გვინდა და ალბათ ეგრე აჯობებს და ნელ-ნელა შევიდეთ დისკუსიაში, იმიტომ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე და გუგას არ გვაქვს ესეთი ერთნაირი პოზიცია, რაღაც მიმართულებებში განსხვავებული აზრები გვაქვს და ალბათ საინტერესო იქნება. ხო და შენ რა აზრი გაქვს დავიწყოთ, იმიტომ რომ ადამიანები არიციან შენ როგორი მიდგომა გაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და მოდი შენ დაიწყე და მე მეც მაქვს აიაჰუასკას გამოცდილება, მე და გუგა პირველად ერთად ვიყავით წასულები, თუმცა მე არ მომეწონა და აბსოლუტური იმედგაცრუება მქონდა, თუმცა მოლოდინებით დიდი მქონდა და პირველი შეცდომა რაც იყო ჩემი მხრიდან ის იყო, რომ დიდი მოლოდინები მქონდა და ზუსტად არ მქონდა გარკვეული ჩემ თავთან, რისთვის მივდივარ. ანუ ესე მეგონა უბრალოდ ესე ვფიქრობდი, რომ წავალ, დავლევ და დავბრუნდები და უკეთ ვიქნები, მაგრამ რა საკითხში ვიქნები უკეთ, რა მაწუხებს კონკრეტულად, იმიტომ რომ ზოგადი ფონი ნორმალური მქონდა და ესე დიდად არაფერი არ მაწუხებდა და მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო, ჩემი მდგომარეობის და ესე ვთქვათ, აზროვნების ადამიანს დიდად არ შეეფერებოდა, ესე ვიტყვი. თუმცა შეიძლება რომ ჩემი აზრი ნელ-ნელა შეიცვალოს, რადგან მივხვდი, რომ მე არ მომეწონა, იმიტომ რადგან არ ვიყავი სწორად ინფორმირებული რა მოლოდინები უნდა მქონოდა. მე უფრო ვუყურებდი ისეთი ტიპის ვიდეოებს და რჩევებს წინასწარ მოსამზადებელს, რა უნდა ჭამო წინასწარ, როგორ მარხვაზე უნდა იყო, როგორ უნდა მოიქცე, ან ვის რა გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ის არ ვიცოდი, რომ მე იქ ჩემი ეგოს დასაშრელად მივდივარ მაგალითად რა და როდესაც ამ ხსნარმა დაიწყო მოქმედება და ჩემ ეგოზე ცადა გავლენის მოხდენა, თურმე ძალიან ეგოტური ადამიანი ყოფილვარ და ვერ დაამარცხა ჩემი ეგო. და ჩემმა ეგომ თქვა, რომ მე ეს არ მინდა, მე შენთან თავს კარგად ვგრძნობ ისეთად, როგორიც ვარ და არ გვინდა ზედმეტი ექსპერიმენტები. თუმცა მე ამას ვერ მივხვდი მაშინ ეგო მითხრა თუ ხსნარის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ესე ვთქვათ, ქვეცნობიერი მეუბნებოდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ უფრო ეგოს ამოძახილი და შიში იყო. და ნუ ჯადოქრობა არ არის არაფერი, რასაც იქ აკეთებ რა, რასაც ხედავთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ რა გამოცდილებაც ვქონდა ჯადოქრობასთან არაფრშუაში არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული ხსნარი, რომელიც არის ესე ვთქვათ, მომწამლელი და იცი რომ ამ მოწამვლას ექნება შედეგები შენს ტვინზე, რაც იწვევს ჰალუცინაციებს და სხვადასხვა ტიპის მოგზაურობას. ეს არ არის, რომ შეგილოცეს და რაღაც თვალი აგეხილა. ყოველ შემთხვევაში მე ეს დასკვნა გავაკეთე, რაც მინახავს მე თვითონ და სხვებისგან, რაც
მომისმენია მაგ საკითხთან დაკავშირებით. ხო, მაგაში გეთანხმები, რომ ხო, დავიწყებ, რომ გასაგებია, რომ ეგოს ვიღაც მეტად, ვიღაც ნაკლებად ყველას გვიწევს, რომ ჯერ ეგოს ვებრძოლოთ და მაგის მერე მიდის უკვე მუშაობა, რაღაც უფრო სიღრმისეული და უფრო შენ თავთან დაპირისპირება, ასე ვთქვათ. და რაც შეეხება, რომ თრობას იწვევს, გასაგებია, რომ თრობას იწვევს, ინტოქსიკაციას და მოწამვლას რასაც ეძახი. და მაგას აქვს ეგ ეფექტი, გეთანხმები, მაგრამ თრობას იწვევს ნებისმიერი ფსიქოდელიკი, ნებისმიერი ალკოჰოლი, ხო, ძალიან ბევრი არალეგალური ნივთიერება, მაგრამ აქ არის ის საინტერესო, რომ ამ ადამიანებმა იციან, როგორ მართონ ეს პროცესი, რომ დამანგრეველი კი არ იყოს პირიქით, იყოს შედეგის მომტანი ადამიანისთვის და პირიქით კონდეს დადებითი შედეგი ამ ყველაფერს. როგორც თან გეთანხმები და თან არა. ამ ადამიანებში შენ თუ გულისხმობ კონკრეტულ შენ მეორე გამოცდილებას, მაშინ დაგეთანხმები, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ უმრავლესობა ალბათ ვინც ამ ცერემონიას ატარებს, არის თვითმარქვია და არაფერიც არ იცის და ძალიან საშიშია. და აქ უამრავი დოკუმენტური არსებობს და მხატვრული ფილმიც, როგორ ცუდად იყენებენ ზოგადად აიაჰუასკას კი არა, აი ამ შამანის ინსტიტუტს, რომ ვითომ შამანია და ეს რიტუალი იცის, ან ის რიტუალი იცის და ჩაიცმევს ინდიელიუიც და ხალხს აფიქრებინებს, რომ მართლა რაღაცაში ერკვევა. ამიტომ როგორც ძალიან ბევრი მოძღვარი, რომელიც ჩაიცვავს კაბას, გამოიყურება ისე როგორც მოძღვარი, მაგრამ კითხვას რომ დაუსვავ ცოდნა ნოლი აქვს, პირდაპირ შეიძლება რომ თქვას, რომ არიან პირიქით მტრები, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ქრისტიანია, მაგრამ ბუნებრივია, ყოველს კითხვები გვიჩნდება და მაგალითად მე, კონკრეტულად ჩემ თავზე რო ვთქვა, დაახლოებით 12-13 წლის ასაკში მქონდა ესე ჭარბად, რომ გაინტერესებს რაღაცები და კითხვებს, რომ რატო ესე და რატო ესე არა და ასე შემდეგ. და მნიშვნელოვანია, რომ მოძღვარი, როცა ქვია ადამიანს, ამომწურავად გიპასუხოს რაღაცებზე და ცოდნა ქონდეს. ან ჩემი აზრით ესეა, რომ პირველი დანიშნულება არის ის, რომ ქონდეს საკმარისი ცოდნა, რომ გაამყაროს შენში რწმენა და გაქცეს იმ კითხვებზე პასუხი, რაც გაინტერესებს. ისი მაგრამ რა, რატომ მოვიყვანე? ცოტა მეტი რისკი არის, არ გეტყვი, რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი, რომ შენ სვამ ხსნარს, რომელიც იწვევს ინტოქსიკაციას და თუ ეს მომზადებულია წესების დაუცველად და თვითონ იმ ადამიანმა ის ამ მდგომარეობიდან არ გამოგიყვანოს, ბევრად მაღალი რისკია ადამიანისთვის, ვიდრე ის, რომ მოძღვარი როგორ ქადაგებას ჩაატარებს ერთ კონკრეტულ დღეს. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება იმწუთიერი მაღალი რისკი გადადგეს. ან ვერ გაიგეს. მე რატო მომყავს ეს მაგალითი, რომ გამოცდილება და ცოდნა თუ არა, ანუ აქ ეხ შეიძლება და კიდევ რავი ისეთი კომენტარები დაწერეს, რომ არასწორად გაიგონ ეხლა რომ მაგალითად შედარება რო გავაკეთე, მაგრამ ამ ნივთიერების გამოყენება, რა თქმა უნდა, შეიძლება ცუდი მიზნებისთვისაც, როგორც ღვინის, როგორც ნებისმიერი ცეცხლი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ გაგათბოს და რაღაც დაждდე და სიამოვნება მიიღო, მედიტაცია გააკეთო რაღაც და დაგწოეს შეიძლება. ხო, და შეიძლება ხო გამოიყენო ხანძრისთვის, ხო ეს ცეცხლი ანუ. როგორც ნებისმიერი სხვა ანუ სანამ მოქმედებაში მოიყვანა მიზანს გააჩნია, ხო და განზრახო. მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები. უბრალოდ მე რასაც ვამბობ, იყო ის, რომ ბრმად არ უნდა ენდონ მხოლოდ სიტყვა შამას. აქ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შენ გამოცდილ ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ ხო, ანუ ამ ისტორიაში ეკვალიფიკა. შვიდათ იგრძნო თავი, რომ ძალიან კარგად უნდა იკულიო, სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ, სასურველია, რომ იქ ვინც არის ნამყოფი, გამომესაუბრო, როგორი შთაბეჭდილებები ექნება და მერე მიიღო გადაწყვეტილება. და თან რა ვიცი, ყველა ამბობს ამას, რომ სასურველია იმ მიწაზე გააკეთო, ანუ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც მოდის ეს კულტურა და ეს არის ამაზონის ჯუნგლები. და არა აქედან ჩუმად სადღაც ჩატანილი რაღაცა, რომელიც არ კონტროლდება და შეიძლება
არანაირ წესს არ იცავდნენ რა და მე პასუხსაც ვერავის ვერ მოთხოვ, როცა ამ კონტინენტზე უკვე მაგ მიმართულებით არის ლიცენზირებული ადგილები, ანუ რომელიც გარანტიას გაძლევს, რომ ხარ ისეთ გარემოში, სადაც მოგივლიან და კარგად იქნება. ანუ მინიმუმამდე დაიყვანთ რისკს, რომ თქვენზე ცუდი გავლენა იქონიოს. აი ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ისე ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ რაღაცის რეკლამას ვაკეთებ. ჩვენ უბრალოდ გიყვებით ჩვენს გამოცდილებას, რომელზეც ვერც იმას ვიტყვი მე პირადად, რომ კარგია, ვერც იმას ვიტყვი, რომ ცუდია. შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან ინდივიდუალური, არის საინტერესო, თუმცა მაღალი რისკის შემცველი თუ არ ხართ სწორ გარემოში. შენი აზრით რა არის? აი როგორი მიზნით უნდა წავიდეს ადამიანი? აი მიზანი რა შეიძლება იყოს? შენი რა იყო? ან აი ზოგადად რა მიზნებით შეიძლება რომ წახვიდე? ჩემი უკეთესად თავის გასაცნობად, ანუ აი ჩემი აზრით ძალიან ხშირ შემთხვევაში და ცხოვრების ან პირველი ის რომ არ უნდა წავიდეს ჩემი აზრით ადამიანი ადრეულ ასაკში. გეთანხმები აბსოლუტურად. აი ფიქრობ რომ უნდა წავიდეს რა 30-დან ზემოთ რა. ხო, შეიძლება 30-დან. ნუ იმასაც გააჩნია ხა ზოგის ვინ როგორ მაგალითად ხო, ანუ ისეთი გამოცდილება ქონდეს შეიძლება დაგროვილი რომ აი წელს რო ხო რა მანამდე წავიდეს, ანუ გააჩნია ადამიანის ისტორიას და გამოცდილებას, მაგრამ და მიზანს რაც შეეხება, მიზანს რავი რამდენი მიზანი შეიძლება იყოს, ანუ ბევრი დადის იმ მიზნით რომ დამოკიდებულებას დააღწიოს თავი. და ძალიან ეფექტურია მაგ მიმართულებით. ხო, სტატისტიკურად ეფექტურია და ოღონდ მნიშვნელოვანია რომ ისეთ როგორც არის გაბორ მატე მაგალითად ბევრი პრაქტიკოსი, ფსიქიატრი და ფსიქოლოგია უკვე შვეიცარიაში, ძალიან ბევრი კანადაში, ვინც კონკრეტულ ჯგუფებს დამოკიდებულებების მიხედვით კრებს და მიყავს ცენტრებში და იქ გადიან აიაჰუასკათი ხო, ანუ მაგის თქმა რომ მნიშვნელოვანია რომ მაგ მიზნით თუ გინდა რომ მიხვიდე და გინდა რომ დამოკიდებულებას დააღწიო თავი, მაგ შემთხვევაში ძალიან ყურადღებით და ის მოძებნო ვინ წაგიყვანს. ხო, ვინ წაგიყვანს და ვის გაყვები, ანუ ეგეთ გამოცდილებაში, იმიტომ რომ ესე შენით წახვიდე და მაგ პერიოდში შენ კი, არ იყო მზად და არ გესმოდა. შეიძლება პირიქით რეაქცია ძალიან ცუდი შედეგი. და ამ შემთხვევებიც არის. ხო, და მსგავსი ისინიც არის. ზოგადად მიზანი ესე ფართოდ რო აიღო, მე როგორც მივხვდი, არის ორი. ერთი არის, რომ ჩვენ ეგოზე ეს ხელოვნურად დაშენებული სურვილები, მიზნები, ეს ყველაფერი მოშალო, წაშალო და ნოლიდან დაიწყო და შენით მიხვდე რაღაცნაირად რა არის შენთვის როგორც ადამიანისთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და კარგი და მეორე მიზანი შეიძლება იყოს კონკრეტული შიშების და ტრამვების მონელება და გადალახვა. და ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, ვის რა ტრამვა აქვს, ვის რა შიში აქვს და ზუსტად აი აქ შემოდის ძალიან საინტერესო რაღაც, რომ საერთოდ ვერ ხვდებოდი ამ პროცედურას, ცერემონიას, რატო აქვს ესეთი დიდი ესე ვთქვათ, ნაწილი რატო შედგება მუსიკისგან, რატო აქვს ამდენაირი საკრავი, რატო იცვლება მუსიკის ტემბრი, სიჩქარე და როგორც ჩანს, ზუსტად აი ამ ჰერცებით და მუსიკის ვიბრაციებით კონკრეტულ შიშებამდე ჩაყავ ხარ, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი გამომაღვიძებელი ხმა და ვიბრაცია. ხო და რატო მნიშვნელოვანი რომ გამოცდილები იყვნენ ის ადამიანები, ვისაც მიყავს ანუ ეს ცერემონია და ვინც მართავს ამ პროცესს, რომ იციან რა დოზით, რა დროით გამყოფონ იმ მდგომარეობაში. რომ ზედმეტი არ მოგივიდეს და უფრო შეგეშინდეს ვიდრე გეშინოდა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან თუმცა მე როცა ვიყავი, მე იქ შიშებამდე ვერ მივედი საერთოდ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩემ
ეგომ დაამარცხა აიაჰუასკას ხსნარი და უთხრა, რომ მე არ მინდა რომ შენ ჩემზე იმუშაო და გამოფხიზლდი ძალიან მალე და ვერ მივედი ვერც ეგოს დაშლამდე და ვერც ერთი შიშის დამუშავებამდე. და აქვე დავამატებ, რომ ტყუილა არ გეუბნებით იმას, რომ აუცილებლად ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ სად და როგორ გარემოში იქნებით, იმიტომ რომ მე თვითონ და გუგასაც, როცა გუგა პირველად იყო და მე სულ ერთხელ ვიყავი, არ მოგვეწონა გარემო, არ მოგვეწონა ხალხი, დაგვიტოვა იმ ყველაფერმა რაღაც სექტის შეგრძნება, თითქოს ჩათრევა უნდა შენი და აქედან გამომდინარე ჩათრევაც არ ბოდიში რო გაწყვეტინე, უფრო რო შეიკრიბება სამეგობრო. ხო, სამეგობრო რო შეიკრიბება და სხვადასხვა დრაგები რო აქვს და ამის მე რაღაცა უფრო სხვა სიტუაცია იყო, რომ ქონდათ გამოცდილება გართობის, უფრო ვიდრე მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ნდობა ვერ მოიპოვა გარემომ და აქედან გამომდინარე ჩვენი ტვინი და გონება არ მოეშვა, არ მიენდო პროცესს. და ჩემი აზრით თავარი რატომაც პირველად არ მომეწონა იყო ეგ, რომ ჩემმა ტვინმა და გუგას ტვინმაც ერთად მეგობრულად გადაწყვიტეს, რომ აქ ჩვენი ადგილი არ არის, უნდა წავიდეთ. ხო, ჩვენს გავერთეთ, თუმცა გვეცინება და ყველაფერზე გვეცინება და გამოვიდა, რომ რისთვისაც მივედით, ჩვენს გავერთეთ რა. უბრალოდ იმ გარემოში აღარ გავაგრძელეთ და მოკლედ გავჩერდით პირველი. რამდენიმე კითხვა შემოგვივიდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ეს ყველაფერი რა ჯდება და ზოგადად როგორია ლოჯისტიკა და რა ვიცი, ჩვენ გამოცდილებას მოგიყვებით, მაგრამ ისე ყველაფასიანი არსებობს და პანამაში ძალიან იაფია უბრალოდ. ხო, სხვადასხვა ფასებია და იქიდან გამომდინარე რომ ეს თუ ჩანს კადრში მაქსიმუსია. ეს მაქსიმუსის დივანია და ნერვიულობს. ხო, არ მოწონს რა. ხო და სხვადასხვა ფასებია და მაგრამ არ არის მარტო უნდა გაწევრიანდე, მარტო ის არ არის რომ გადაიხადო და ესე ნორმალურად დილას გადახთამდე გაგიცნობენ, ინტერვიუ გექნებათ და ხო რა დაახლოებით ბიზნეს გამოგკითხავენ. ერთკვირიანი პროცესია, სანამ შენს განაცხადს მიიღებენ და მე როგორ გადახვალ იქ თვითონ ფსიქოლოგია ესაუბრება, გამოკითხავენ, აუცილებელია რომ მოთხოვნები არის ის რომ გულის სისხლძარღვთა რაღაც დაავადებები არ გქონდეს და გულზე არ გქონდეს პრობლემა და სხვა სპეციალური ფორმას აწერს. ფორმა, რომელსაც უნდა მოვაწერო ხელი და უნდა გაცი ამ კითხვებს პასუხი და ამის მერე შეიძლება რომ გადაიხადო რაღაც თანხა და სხვადასხვა. რაღაც ბარემ თქვა, შენ შემთხვევაში რამდენი იყო ერთ ღამეზე? შენ შემთხვევაში $300 ღირდა 2 ღამე. დარჩენით. ხო, დარჩენით და იქ რაც საჭიროა ცერემონიისთვის. კიდე რა შედის? ფსიქოლოგის მომსახურება, მასაჟისტი, ხო, ექიმის, სინჯავე, მე დაჟე ხო ფეხი მაქვს ნატკენი ერთი. თქვენ ნახევარია უკვე? ერთი თვეა ფეხი მაქვს ნატკენი და ის მეკეთა და რომ დამინახეს, ეს ფეხიც გამისინჯა და მოკლედ ხო რა თავიდან ბოლომდე ცდილობენ რომ კომფორტი შეგიქმნან და ხო რა მნიშვნელოვანია იგი, იმიტომ რომ თავს ვცნობდი კომფორტულად საკმაოდ თან ეწყობათ რომ ფსიქოლოგმა იცის თავის საქმე, ან ყველა თავის პოზიციაზე პროფესიონალია და იციან რას წაკეთებენ, რაც ჩემთვის ძალიან კომფორტული იყო და მნიშვნელოვანი რომ თავისუფლად იგრძნო და მაქსიმალურად მოდუნდა და კონცენტრირდა იმაზე, რისთვისაც ხარ მისული. ზოგადად ეს ცერემონია ყველა ქვეყანაში ტარდება ამ კონტინენტზე. ალბათ ვენესუელაში არ ტარდება, იმიტომ რომ ძალიან არეულია, მაგრამ ეკვადორი, პერუ, კოსტა-რიკა, პანამა, მოკლედ კოლუმბია, ყველგან ტარდება და დაცული ხართ, არაკანონიერი არაფერი არ არის. უბრალოდ პერუში მაგალითად ამ მიმართულებით
ძალიან განვითარებულია თვითონ ტურიზმი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება არის პერუში ყველაზე ძვირი ის, ხო? და ზუსტად ამიტომ ღირს ყველაზე ძვირი, იმიტომ რომ იქ უკვე ევროპელები და ამერიკელები ჩავიდნენ, რომელიც ამ რეტრით ცენტრებს ხსნიან და უფრო ბიზნესი არის რა, შეიძლება რომ პერუ ვითომ არა და თავდაპირველად ნიკარაგუა ვერ გაიგებ რა, ყველა იბრალებს თვითონ მექსიკაშიც არის და უბრალოდ ის არის რომ მაგალითად პერუში შეიძლება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურება გქონდეთ და პანამაში ზოგადად ტურიზმი არ არის განვითარებული მაგ ქვეყნებთან შედარებით და მაგის გამოც არავინ არ ჩამოდის. ამიტომ უფრო კეთდება აქ უკვე ვინც ცხოვრობს მაგაცთვის და მაგიტო ხელმისაწვდომი არის შედარებით. არა პერუში ადრე ვეთვალიერებდით ჩვენ და ნორმალურ ადგილას რო წახვიდა ერთი კვირით 5-6 $1000 გინდა ერთ ადამიანს რა მეტნაკლებად. ამიტომ მოკლედ ესეთი მდგომარეობაა ფასებზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კანონიერი და ლეგალური ამ ქვეყნებში, ინტერნეტში შეგიძლიათ ჩაწეროთ და პირდაპირ ფასებით, სარეგისტრაციო ფორმებით, საიტები აქვს ყველას და Google-ში რევიუები და შეგიძლიათ ესე ვთქვათ, ნახოთ შეფასებები და ეგრე აარჩიოთ და ასევე ძალიან ბევრი ფილმი ახლა ჩვენ რო არ ვილაპარაკოთ ზუსტად რა არის და რა გავლენები აქვს, მე და გუგა არ ვართ არც აქტიური მომხმარებლები, არც ექიმები არ ვართ, არც ჩამანები არ ვართ, უბრალოდ გავსინჯეთ და გაგიზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე პირველად არ მომეწონა და გუგას ეხლანდელი გამოცდილებით სადაც იყო და ვიდეოები რომ მანახა არის სისუფთავე, ძალიან მოწესრიგებულია, არის პატარა ჯგუფზე გათვლილი. შეიძლება მეც ვცადო, თუმცა არ მაქვს 100%-ით გადაწყვეტილი, რადგან პირველი გამოცდილება, როგორც ვთქვი, არ მომეწონა და გადავწყვიტე მაშინ, რომ ეს ჩემი არ არის. იყო რაღაც კომენტარი, რომელი კომენტარიდან გამომდინარეც ადამიანი, ვიღაც თulis და ფიქრობს, რომ ჩვენ ესე ბრმად წავედით და გადავწყვიტეთ, რომ მიგვიღო ეს გამოცდილება და სანამ გადავთქვით ამ ნაბიჯს, მე პირადად 10 წელი მინიმუმ არის, რაც ვიცოდი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მქონდა ინფორმაცია და პერიოდულად ამ 10 წლის განმავლობაში სულ ვეძებდი, ანუ სად შეიძლება პირველი მეც პირველად პერუში გავიგე, რომ იყო და მაშინ 2016-17 წელი იყო, რომ აღმოვაჩინე, რომ არსებობს ეგეთი ტურები და ღირდა რავი 3-დან $5,000-მდე ღირდა ეს ევროპიდან გაფრენილიყავი და ხო, ანუ ინფორმაცია ეს ციგნები აქვს დაკითხული, მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს და სხვა ადამიანის შეფასებები და არა მარტო დადებითი ძალიან მცირეა უარყოფითი, მაგრამ ძალიან ბევრი ანუ ვისაც რაღაც ეჭვში აქვს და ანუ სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს უსმენდი, სანამ მივიდოდი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კი, ანუ მინდა ეს გამოცდილება რომ მივიღო. აქედან გამომდინარე, ანუ არ არის ეგრე მერწმუნეთ რომ არ გვაქვს ინფორმაცია და ისე ანუ ბრმად ან ვიდეოს ვიღებთ ან მივდივართ საერთოდ რატომ უნდა გავუკეთოთ ის რომ არა უბრალოდ ნამდვილად იმაში ვეთანხმები არ ვიცი რომ ზუსტად რომ კომენტარზე საუბრობ მაგრამ წყლის დალევასთან შედარებით ნამდვილად რისკიანია არის შემთხვევები როცა ძალიან ცუდად დასრულდა ამ პროცესში გახდნენ ძალიან ცუდად თვითონ ადამიანები, ვინც მიიღო ეს ხსნარი და ზუსტად მაგიტომ ვამბობთ, რომ ყველამ თავისი პირადი კვლევის, ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან გასაუბრების, თუნდა მეგობრებთან გასაუბრების შედეგად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა ჩვენი ვიდეოს საფუძველზე. გუგ დაახლოებით 10 დღე გავიდა, რაც შენ ჩამოხვედი შენი 2 დღიანი ცერემონიიდან და 2 კითხვა მაქვს. პირველი არის დღეს როგორ გრძნობ თავს, იმიტომ რომ ბევრი მომისმენია და წამიკითხავს, რომ ადამიანებს ფოთვები აქვთ, მერე გაღიზიანებულები არიან, შეიძლება დეპრესია დაეწყოთ, ანუ ეხლა როგორ ხარ და მეორე ესეთი კითხვა მაქვს, რომ გრძნობ თუ არა რამე ცვლილებას. პირველი 2-3 დღის განმავლობაში ქონდა ანუ უფრო რაღაც ემოციური და ცოტა გაღიზიანებული ხარ, ანუ ისაჭესთანაც.
უჩვეულობს ის მოკლედ და ახმელიესავით და რაღაცა ბულშიც მქონდა გონება მაგრამ შემდეგი დღეები და განსაკუთრებით აი ბოლო 2-3 დღე პირიქით ბევრად უფრო მეტად ვაკონტროლებ ჩემ თავს და ჩემ გონებას და უფრო დიდი დოზით ვარ აი დაკვირვების პროცესში ანუ თუ რაღაცაზე ვფიქრობ რაც დესტრუქციულია და რაც არ მჭირდება ან თითქმის პირველ თავიდანვე ხედავ ამ ყველაფერს და ხო ანუ გადავდივარ რაღაც დამკვირვებლის პოზიციაზე რასაც ვერ ვახერხებდი მანამდე დისკომფორტი არის ერთადერთი ის რომ რაღაც ხანდახან თავის კიბილები მაქვს რაც ზოგადად არ მტკიბო თავი არასდროს და ძალიან იშვიათად რომ თავი მტკიდეს მაგრამ აი დღეს ცოტა მტკიბა და გუშინ წინ ანუ ერთადერთი დისკომფორტი ეგუგზენი მაგრამ ვფიქრობ რომ კოფეინის ბრალია მითხეს რომ არ შეიძლება და ყავს მაინც ხო გუგამ დიდად არ დაიცვა რეკომენდაციები ხო ნუ ყავს მაინცო და აქედან გამომდინარე რომ ვფიქრობ რომ მაგის ბრალი შეიძლება იყოს იმიტომ რომ მითხეს რომ ყავა არ შეიძლება ანუ კარგად ხარ ისე შეიძლება ითქვას ხო კარგად ვარ და ანუ აგიხსნით როგორ მუშაობს ზოგადად და ჩემ კონკრეტულად ჩემზე როგორ მუშაობს და რა მოდი მაქსიმუმ თვითონ ანუ გამოცდილება და შედეგი რა მოიტანა და რანაირად იმუშავა და იმოქმედა ჩემზე გუშინ მაგალითად უყურებდი ამომიგდა ინსტაგრამზე ჭიაბრიშვილი ეს მწვრთნელი ბათუმის დინამოსი და ლაპარაკობდა იმაზე რომ ყოველ წელს უფრო და უფრო იწევს დონე ტურნირის და საქართველოს პირველობის ანუ უმაღლესი ლიგის ხო ხარისხი უფრო დაბლა იწევს და ანუ რო უყურებდი ან ზოგადად ესე მუშაობს რა მანამდეც მქონდა რაღაც შემჩნეული რაც გამახსენდა ყავისაყიდლად რო ვიყავი და კიდე სხვა ისტორია ეხლა და გუშინ მქონდა საღამოს აი ეგრო ამ ვიდეოს უყურებდი და გამახსენდა ანუ ტრიპიდან რაც ვნახე ანუ და ანუ გადამაგდა ხო რომ ანუ გამახსენდა ის რამდენად ნეგატიური გავლენა ჰქონდა ჩემ მწვრთნელს ჩემზე და რამდენად ან და ზოგადად ანუ ამ დაბალ დონეზე და ფეხბურთის ხარისხზე და ზოგადად ანუ რისი ბრალი ანუ რომ ეს კი არ იწევს და ხარისხი კი არ იმატებს ჩემპიონატის პირიქით დაბლა ჩამოდის რომ და ანუ კონკრეტულად ჩემი გამოცდილება და ჩემი ისტორია გამახსენდა რამდენად გვაზიზღებდა მწვრთნელი ანუ რომელმაც იდეაში უნდა შეგაყვაროს ფეხბურთი და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ კიდე უფრო მეტად შეგიყვარდეს სპორტი რომელსაც რა მე პირადად 6-7 წლიდან მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთი იყო ხო რა ანუ გამახსენდა ეს ყველაფერი რომ რამდენად არაპროფესიონალი ანუ რა ნახე შენ ამ რიტუალის დროს ეს ყველაფერი ანუ ხო რა ანუ ხეხა აგიხსნე რომ მე მქონდა აქამდე მქონდა მახსოვდა და ჩემთვის რომ პირიქით აუ რა კაი მწვრთნელი მყავდა და რა კარგი იყო ეგ პერიოდი და იმდენად ანუ დაბლოკილი მქონდა და იმდენად არ ვაღიარებდი რომ ის რომ დღემდე მახსოვდა რომ ეს პირიქით კარგი გამოცდილება იყო და კარგი ადამიანი მყავდა მწვრთნელად და პროფესიონალი და ასე შემდეგ და რეალურად ანუ ტიპი მყავდა რომელიც გვაზიზღებდა ფეხბურთს ანუ კი არ გვაყვარებდა და რა თქმა უნდა სახელს და გვარს არ ვიტყვი მაგრამ ну აი რავი ფსიქოლოგიური მოძალადე, ფიზიკური მოძალადე, ვაფშე ანუ და ანუ ეგრე ამომიგდე საერთოდ ანუ თვითონ ამ აიხუასკის ტრიპიდანაც არ მახსოვდა. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა რომ ესე გამახსენდება რომ ყოველდღიურად ანუ იმიტომა რომ მნიშვნელოვანია რომ სუნთქვითი ვარჯიშები აკეთო, მედიტაცია აკეთო, უფრო მეტად უნდა იყო ახლოს შენ თავთან, შვიდად და ჩაუღრმავდე ხშირად შენ თავს რომ უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია გაიხსენო იქიდან რომ მე იმუშავა ამ ყველაფერზე და ეს ინფორმაცია გქონდეს იმიტომ რომ ანუ დღემდე მე ვფიქრობდი რომ ან მე არავის არ აინტერესებს თან ვიხდი ამ ფეხბურთელი რომ რატო არ შედგა ხო ანუ არ შედგება და ანუ ის იტყვის რომ აი ესეთი ცუდი მწვრთნელი მყავდა ყველა კონჩ ფეხბურთელია დამნაშავე რომელმაც ვერ გაკაჩა რა და ვერ გაკაჩა კი არა საქართველოში დღემდე დარწმუნებული ვარ ასწავლიან და ავარჯიშებენ ადამიანები რომლებსაც საერთოდ ცოდნა არ აქვთ
არც იმის ცოდნა არ აქვს ფსიქოლოგიურად როგორ მიუდგნენ ფეხბურთელს. ანუ ძალიან ბევრი ამცირებს სხვადასხვა მოძალადეობრივი მეთოდებით ისერთიან. იმიტომ რომ მე ქართულ ცეკვაზე დავდიოდი და რამდენიმე ანსამბლში ვიყავი და ჩემზე ესე არ უძალადიათ, იმიტომ რომ ჩემი მშობლები დამყვებოდნენ რეპეტიციაზე, მაგრამ ჩემ გარშემო ვისი მშობელიც არ დადიოდა, ყველაზე ძალადობდნენ და ეხლა შენ მონაყოლზე გამახსენდა რომ მე ცეკვაზე შევედი, რაღაც 4 წლის ასაკში ძლივს დავდიოდი ფეხზე და რომელ ანსამბლშიც ვცეკვავდი, ის 6 წლის რო გავხდი, მასწავლებელი კობა ერქვა, გვარი არ მახსოვს, იმედია აღარ არის მასწავლებელი, მოვიდა და მითხრა ყურში, რომ რა კაია, რომ 6 წლის გახდი, ეხლა შენი ცემის დროც მოვიდა. და მე როგორც მახსოვს, მე მამაჩემს კონფლიქტი მოუვიდა, მაგ მასწავლებელთან დეტალებში აღარ შევალ და გამომიყვანეს, მაგრამ აი ესეთი არანორმალური ხალხის ხელში იყო ჩვენი თაობა და მე რაღაცნაირად ტელეფონები რო შემოვიდა, ისევე მასწავლებლები დარჩნენ, ოღონდ აღარ ცემენ ბავშვებს, მაგრამ როგორც კი მიეცემათ შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვიერად ისეთ შეურაცხყოფას მიაყენებენ, რომ არანაკლებ მატრამვირებელი იქნება, ვიდრე ცემა და საერთოდ ცეკვის მასწავლებლებზე უსაზღრო ჩემია და ვიღაცას რო ტყავს აზრობს ამ და შენ ფსიქოლოგიურად მე იცი რას უშვებოდა გოგოებს კოსა ეკიდათ და ესე მოკიდებდა ხელს და სანამ ძირს არ დააგდებდა არ ხო ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან შეკავს ბავშვი და გაღაკავს ოღონდ ეს აიაჰუასკიდან არაფერს გამახსენდა ხო წარმოიდგინეთ სპორტზე რო ვიყავით ყველა მიხდება ხო ვის წარმოიდგინეთ ან წყალი არ დღეს ხო რა ფსიქოლოგები და ყვება ვინც იცის და ანუ წყალი არის პროდუქტი რომელიც პირველი და შეიძლება არ ჭამარაფერი მაგრამ წყალი უეჭველი უნდა სვაა და ჩვენ წარმოიდგინეთ იმ დონის უცოდინარი მწვრთნელი ყავდა რომ წყალს არ გვალევინებდა წარმოიდგინეთ ოღონდ ანუ ხოცავდა შეიძლება ვარშიში მაგრამ წყალი არ შეიძლებოდა ნუ ხო ვითარდება ადამიანი ხო ანუ იმის თქმა მინდა რომ ეხა ნუ ან წარსულს საერთოდ არ ვიხები და არ მინდა მე ისეთი სახელმწიფო წიგნი მაქვს რომ უბრალოდ იზიარებთ და მნიშვნელოვანია რომ ხო ანუ არც დღევანდელ და არც მით უმეტეს იმ პერიოდში 90-იანები ეს ბავშვები როცა ფეხბურთს თამაშობდით და რა პირობებიც იყო ანუ არ არიან ფეხბურთელები დამნაშავეები უმრავლესობა სპორტსმენები და არა მარტო ხო ფეხბურთში ანუ მწვრთნელები ანუ ხო ცოდნა არ ქონდათ მწვრთნელები კი არა ზოგადად რომ ჩვენ რა თამამაც გავგზარდა ნუ ბოდიშის მოხდის მაგრამ რა ბავშვის ფსიქოლოგიას არ აღიარებდით და რა მილიონი ისეთი მაქსიმუსი ძალიან ნერვიულობს უკვე თავისი ტაქტი დიდი ხანია დავიკავეთ და რაღაცნაირად გითხარით ესეთი ფორმატის ეპიზოდი თუ მოგწონთ, იმიტომ რომ მე და გუგას ვფიქრობ, ბევრი გვაქვს სალაპარაკო და შეიძლება რომ საინტერესო იყოს თქვენთვის ამის მოსმენა და დაგვიწერეთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა ესეთი პოდკასტური, ოჯახური საუბრები და ვინც ახლები ხარ ჩვენ არხზე და პირველად ნახულობთ ჩვენს ვიდეოს შეგიძლიათ გამოგვიწეროთ, დაგვილაიქოთ და სხვა ვიდეოებიც ნახოთ, იმიტომ რომ მართლა თითოეული გამომწერი გვიხარია და დილით ვამოწმებთ და ვეუბნებით ერთმანეთს ნახე კიდე გამოგვიწერეს და რაღაც ჩვენთვის გამხნევებასავით არის. ნუ სულ ეს არის რაღაცნაირად მე მგონი მოვიცავით ის კითხვები რაც შეიძლება და ჩვენს მაყურებლებს ქონოდათ. როგორც გითხარით, ვფიქრობთ რომ თვის ბოლოს კიდევ წავიდეთ და თუ წავალთ ჩვენს შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ. ხო ანუ კი, თქვით. ხო. რა შეიძლება მე შეიძლება წავიდე, არ ვიცი ზუსტად 100%. მე ანუ მე ჯერჯერობით ანუ მუშაობ ჩემ თავზე და არ ვთვლი რომ საჭიროა კიდე წავიდე. ნუ იმ დროისთვის რა იქნება, არ ვიცი, შეიძლება დავაპირებ, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ნუ ჯერჯერობით არ მოითხოვს საჭიროებას რომ მე კიდე მივიღო გამოცდილება.
აქედან გამომდინარე, ხო, რავი, ყველაფერს გაწოდინებთ და საქმის კურსში გამყოფებთ, ვისაც გაინტერესებთ. Რა თქმა უნდა, ეს თემა. და კიდე თუ გექნებათ ხო რა მეკითხვა, მოგწერეთ, დასვით კითხვები. და შეგიძლიათ Instagram-ზეც გამოგვიწეროთ, იქ უფრო სწრაფად. ხო, Instagram-ზე შეიძლება რომ ხო ცალკე დაირექტშიც ვისაუბროთ. ხო, და შემდეგ ვიდეოსთან შევთხოვე გავაკეთოთ რა. შემდეგი ვიდეო რა? აი, მქონდა ერთ რამდენიმე კომენტარი მოხსოვს, რომ იყო რომ მართლმადიდებულ ეკლესიას. ნახეთ, აი კომენტარები და ჩვენ სხვათა შორის გეგმა გქონდა, რომ გადაგვეყო პანამაში არსებული თითქმის ყველა რელიგიის შესახებ, იმიტომ რომ პანამა არის ძალიან ჭრელი. აქ ბერძნები ცხოვრობენ, ინდიელები ცხოვრობენ, პანამელები თვითონ კათოლიკეები არიან, ასევე ძალიან საინტერესო ესეთი რელიგია არის, უფრო ჯერ არ არის აღიარებული ბაჰაიზმი, რომელიც ნიშნავს, რომ ყველა ღმერთი ერთია და მსოფლიოში სულ 8 ტაძარი არსებობს და ერთ-ერთი არის პანამას სიტიში და ებრაელები არიან, მუსლიმები, მოკლედ ძალიან ბევრი რელიგია არის. აქ თავმოყრილი. ქრისტიანი თუ არ შემიძლია რომ მანდაც კი, ყველა რელიგიის ადამიანს შეუძლია მან იაროს, იმიტომ რომ ამბობს, რომ ყველა რელიგია ერთია და ყველა ღმერთი ერთია. და შემდეგ ეპიზოდს დავგეგმავთ ამ თემის ირგვლივ, ხო? არა, შემდეგ ეპიზოდს ამ თემის ირგვლივ ვერ დავგეგმავთ, იმიტომ რომ შაბათ-კვირას მივდივართ ჩვენს თანამშრომლებთან სოფელში, გადავიღებთ პანამის სოფლის ცხოვრებას და უკვე იმის შემდეგ კვირაში შემოგთავაზებთ რელიგიებზე ეპიზოდს და ძალიან კარგი იდეა არის და სხვაებიც თუ დაგვიწერთ თქვენი იდეების შესახებ, ვეცდებით რომ გადავიღოთ. გამოვიყენოთ ეს დრო სანამ აქ ვართ. აუ ბედნიერად. გამოგვიწერეთ. ეს ვინაა?